ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად მცხოვრები მოქალაქეების მიმართ ახალი აკრძალვები ამოქმედდა და დეპორტაციის პროცესი დაიწყო. პარალელურად მექსიკა ამერიკის საზღვართან მყოფი ასობით თავშესაფრის მაძიებელი უკან გააბრუნეს. დონალდ ტრამპმა უკანონო მიგრაცია საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. შეიარაღებულ ძალებს კი საზღვრის დაცვა დაავალა. ფიქრობ, სხვა გამოსავალი უნდა არსებობდეს, რადგან რასაც ჩვენგან ვიცდით ვენესუელაში ენით აღუწერელია. იქ არის დიქტატურა. ისინი ფაქტობრივად ნადირობენ ჩვენზე, ხელისუფლება იჭერს მათ ეკლესიებში. ძალიან რთული ვითარებაა, ვისაც საბუთები არ აქვს, ვისაც ეშინია სამსახურში წასვლა, მანქანის ტარება. თუ ფიზიკურად ვერ გადაადგილდები, მაშინ როგორ უნდა დაეხმარო შენს ოჯახს? ფიქრობ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მართლაც ჭადიან დანაშაულს და არიან ადამიანები, რომლებიც არაფერს აშავებენ. ფიქრობ, ამ ადამიანებს უნდა გქონდეთ შესაძლებლობა, რომ რაღაც გააკეთონ და არ მოექცნენ ისე, როგორც ახლა ექცევიან. ეს ძალიან მახინჯი გზაა. ძალიან განვიცდი. მე ვეღარ დავეხმარები ჩემს ოჯახს, დედას, მამას, ჩემს ძმებს. მე მყავს ძმა, რომელიც ავად არის, ინსულტი გადაიტანა და დახმარება სჭირდება. ამ ქმედებებით ჩვენ დავიწყებთ ამერიკის სრულ აღდგენას და საღიაზრის რევოლუციას. ეს ყველაფერი საღიაზრია. პირველ რიგში მე ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე. საზღვრის უკანონო გადმოკვეთა შეწყდება და ჩვენ დავიწყებთ მილიონობით კრიმინალი უცხოელის იმ ადგილებში დაბრუნების პროცესს, საიდანაც ისინი მოვიდნენ.